დავბრუნდით და როგორც გითხარით, რაღაც მაინც ცოტა უფრო სამედიცინო კუთხით მივიდეთ, თქო ესთეტიკის მიმართულებით და დღეს ვსაუბრობთ კანის მოვლაზე და ზაფხულის მზეზე, თუმცა სანამ გადავალთ უშუალოდ კანის მოვლაზე, ჩვენს მოყოლებას მინდა უთხრათ, რომ ჩვენ ზაფხულის მზეს სხვანაირადაც ვებრძვით, ეს არის მიდიას გაია კონდიციონერი გაია, რომელიც გამოირჩევა და აუცილებლად მინდა ეს აღვნიშნო ვენტილაციის სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ სუფთა და გრილი ჟანგბადი შემოაქვს გარედან და არა მხოლოდ ცივი ჰაერი, ჟანგბადითაც აჯერებს ოთახს. და აი ეს ჟანგბადით არის გაჯერებული ძალიან პირდაპირ კავშირში არის სახის კანთან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ესეთი ისინი რა ქვია კონდიციონერებს აქვთ ის თვისება, რომ აშრობენ კანდგაიას, აქვს ზუსტად ის თვისება, რომელიც ატენიანებს ასევე ჰაერს და აქედან გამომდინარე ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი კანი არ იყოს გამომშრალი და შეინარჩუნოს ტენი. ბორჯომის ტყე პარკის სიტუაციას ფნის სახში მოკლედ ვთქვა და უნდა აღვნიშნოთ ასევე ის, რომ საზაფხულო ფასდაკლებები აქვს მიდიას და ვისაც ჭირდება და დარწმუნებული ვარ, ყველა სჭირდება უკვე კონდიციონერი ზაფხულში ისეთი სიცხეები მოდის, შეგიძლიათ ეწვიოთ მიდიას დაკავშირებით. და გაიცნოთ და დამეგობრდეთ გაიასთან. ეხლა უნდა გადავიდეთ უშუალოდ სახის კანის მოვლაზე და ისევ როგორც აღნიშნა სანდრომ, ზაფხული მოდის და ყველას ძალიან უყვარს ზაფხულში რუჯის მიღება, მაგრამ რუჯის მიღებას თავისი წესები აქვს, თავისი ცოდნა ჭირდება და ზუსტად დღეს ჩვენს მაგიდაზე როგორც ხედავთ, კოდალის არაჩვეულებრივი პროდუქცია არის და არაჩვეულებრივი ორი ადამიანი. დროა წარმოადგენთ ჩვენი სტუმრები, ეს არის ანი ჟღენტი, რომელიც არის PSP-ს პრემიუმ ბრენდის ხელმძღვანელი და ეკა ბუცხრიკიძე, რომელიც არის კოდალის ბრენდ მენეჯერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენ დახარ და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კოდალის ეს ბრენდი მხოლოდ PSP-ს აფთიაქებში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა PSP-ს. მე მინდა თავიდან ახლა დავიწყოთ, მე ცოტა დილეტანტი ვარ ამ ამბავში და მინდა რომ აი ანის ვკითხო, ვიცი რომ ერთ-ერთი ხაზი არის პირდაპირ მიმართული პიგმენტური ლაქებთან, მზესთან ურთიერთქმედებას და აი რას ნიშნავს ეს რომ აგვიხსნათ პიგმენტური ლაქების მოვლა და რას მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ზაფხულის დადგომასთან ერთად ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა არის პიგმენტური ლაქები და მზის განდამცავი საშუალებები, ასე ვთქვათ. პიგმენტური ლაქა შეიძლება იყოს რამოდენიმე სახის, რადგან დილეტანტი ხართ, უფრო დეტალურად აგიხსნით, მოდით. პიგმენტური ლაქა შეიძლება იყოს განპირობებული აკნეს შემდგომი ლაქები შეიძლება იყოს, მზის ულტრაელისფერი სხივებით განპირობებული არასასრული მზის დამწრობის შემდგომ შეიძლება იყოს და ასევე შეიძლება იყოს ჰორმონალური დაბერებით ასაკობრივი პიგმენტური ლაქები. აღნიშნული პროდუქტი, რომელიც დღეს სტუდიაში გვაქვს წარმოდგენილი, ეს გახლავთ კოდალის ვინო პერფექტის ხაზი, რომელიც განკუთვნილი ყველა ტიპის პიგმენტური ლაქის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. სანამ უშუალოდ პროდუქციაზე გადავალ, ორიოდე სიტყვით გეტყვით, თუ როგორ მოხდა ამ პროდუქტის შექმნა, ამ პატარა ისტორია არსებობს, ძალიან საინტერესო არის. კერძოდ კი, როგორც იცით, კოდალი დამზადებული არის ყურძნის ექსტრაქტზე და შესაბამისად ძალიან დიდ ფართობზე არის გადაჭიმული ვენახი და სწორედ ვენახში მუშაობის დროს ქალბატონებს შეენიშნებოდათ, რომ ხელის კანი, მიუხედავად იმისა, რომ ცხუნვარი მზის გულზე იმყოფებოდნენ, ანუ ფერს არ იცვლიდა, როდესაც სახე და სხეული დამწვარი იყო. სწორედ ამის დაკვირვების შედეგად ქალბატონი მატილდა ტომასი, რომელიც არის ბრენდის შემქმნელი, დააკვირდა, შეიმუშავა, შეისწავლა და ჰარვარდის მეცნიერებთან ერთად, ასე ვთქვათ, შექმნეს უნიკალური აქტიური კომპონენტი, პატენტი, ეს არის ვინოფერინი, რომელიც ამ ვინო პერფექტის ხაზის ყველა პროდუქტში არის. ანუ შეხება რო ქონდა ყურძენთან ქონდა შეხება. იყო მზის სხივი. დიახ. ფრანგებით ვიპოვიდით მაგას. შეიძლება კახეთშიც აღმოვაჩინოთ, რომ ქალბატონებს ვინც ყურძენს კი ბატონო კრებს, მაგათ შეენიშნებოდეთ, რომ ხელის კანზე ფერი არ იცვლება. სწორედ ასეთი შემადგენლობით არის მიღებული და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ვინოფერინი 62-ჯერ უფრო ეფექტური არის, ვიდრე ვიტამინი C და ვიტამინი C-ს აქტიური მოქმედება, ასე ვთქვათ, კანზე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იგი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, შესაბამისად დაბერების პროცესს აფერხებს და ასევე პიგმენტური ლაქების გაღიავების ეფექტში ბადალი არ ჰყავს. შემიძლია დეტალურად ჩავშალოთ თითოეული პროდუქტი, ახლა თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად. კარგით, გვაქვს არაჩვეულებრივი შრატი, რომელიც კაცრავად შეგაწყვეტნებთ ქალების და კაცების ხაზი ორივესთვის. კი ბატონო, ეს არის შემთხვევაში როგორ? ბავშვების იცით როგორ არის, რადგან ეს დავაანონსეთ, რომ აკნეს შემდგომი ლაქებისთვის არის შესაბამისად თინეიჯერობის ასაკიდან შესაბამისად თავისუფლად შესაძლებელი არის კი ბატონო და ძალიან ეფექტური არის თანაც. გვაქვს შრატი, პიპეტიანი შრატი, რომელიც სტუდიაში ასევე წარმოდგენილი არის. პირველ ეტაპზე
საშუალებაზე უნდა გამოვიყენოთ ლოსიონი, ესენცია, შემდეგ ვიყენებთ შრატს. შრატი გაცილებით ძლიერი არის, ვიდრე ცალ-ცალკე კრემის და ესენციის გამოყენება. შრატი არის ცხიმის გარეშე, ასე ვთქვათ, ამიტომ გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, იქნება ეს ცხიმიანი კანი, მშრალი თუ კომბინირებული კანის შემთხვევაში, გამოიყენება დღის განმავლობაში კრემამდე, ხოლო შემდეგ გამოვიყენებთ კრემს, გვაქვს დღისაცხი და არის ღამის კრემი. ღამის კრემი შეიცავს გლიკოლის მჟავას, ეს ცოტა ასეთი რთული ტერმინები არის, მაგრამ ვინც კოსმეტიკაში კარგად ერკვევა და პიგმენტურ ლაქებთან შეხება ქონიათ, ამერწმუნებით რომ მათთვის ძალიან ცნობილი არის ეს მჟავები, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. და რადგანაც ღამის კრემში არის გლიკოლის მჟავა, აუცილებელი არის რომ დღისით ეს მჟავა მსუბუქად აქერცლავს ყუტარ უჯრედებს, რომ მოხდეს სწრაფი განახლება, მასში ასევე დამატებული არის სქვალენი, ზეთისხილის სქვალენი, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს კანს, რომ ეს თოთო კანი, ასე ვთქვათ, ახალი განახლებული კანი არ დაზიანდეს და ამის შემდეგ აუცილებლად უნდა წავისვათ მზისგან დამცავი საშუალება. ეკას მინდა ვკითხო, მე ვიცი რომ მზის სერიები გაქვთ კიდე წარმოდგენილი, რომელიც განახლებული ფორმულა არის, ან რომ მოგვიყვეთ რომელი რისთვის და რა დროს არის საჭირო და მზის მერე რამდენად მნიშვნელოვანია ამის გამოყენება. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ კოდარts განახლებულ მზის სერიას, განახლებული პროდუქტი გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის პროდუქტი, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ არის მთელი ოჯახისთვის, ვინაიდან გამოიყენება 3 წლის ასაკიდან ბავშვებშიც, ქალბატონებსაც შეუძლიათ გამოიყენოთ და ასევე მამაკაცებსაც. წარმოდგენილი პროდუქტი არის ყველა ტიპის კანისთვის, აღსანიშნავია, რომ არის ასევე გრძნობიარე კანისთვისაც, შესაბამისი და ასევე უსაფრთხოა მისი გამოყენება ორსულებისთვისაც. ეს რომელიც გიჭირავთ ხოლმე SPF 30 და 50. დიახ, კეთვით განსხვავებას, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა ფოტოტიპის კანის ადამიანები, ანუ ღია ფერის შეფერილობის კანი, ვისაც აქვს აუცილებელია უსაფრთხო რუჯის მისაღებად გამოიყენოს 50. მაღალი მაგალითად მაიკოს 50. და ასე გვაქვს პროდუქტი, რომელიც არის 50+, აი თქვენი კანის შესაბამისად, ესეც ძალიან კარგი იქნება და ეს არის ინოვაციური პროდუქტი. 50+ შენ. ანუ ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც სახეზე, ტანზით, ასევე აღსანიშნავია თმაზეც, თმაც არანაკლებ ზიანდება რუჯის დროს, შრება. დიახ, და იმასაც სჭირდება სათანადო მოვლა. თან არის ძალიან დიახ, ორფაზიანია, ზეთის და წყლის ნაზავია, არის ძალიან მსუბუქი, სახეზეც მიუხედავად იმისა, რომ ზეთის შემცველობა აქვს, ანუ ესე ზეთოვან ყველს არ ტოვებს და დისკომფორტს არ ხედავ. მე ეს მაინტერესებს, ამას აწერი, რომ ეს არის ყურძნის წყალი. ყურძნის წყალი, დიახ, ან ყურძნის წყალი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც რუჯის დროს, ასევე დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ადგილას, ამას აქვს გამაგრილებელი და დამატენიანებელი ეფექტი და განსაკუთრებით ესა? წყალი არის, დიახ, ყურძნის წყალი როგორც მიცერალური სპრეია. ბუნებრივი ყურძნის წყალი, ორგანული მიქსით მიღებული ყურძნის წყალი არის, რომელიც როგორც შეიძლება რომ გარუჯვის დროს გამოვიყენოს, ასე ვთქვათ, გამაგრილებელი ეფექტიც აქვს. თქვენ კონდიციონერი მართალი ესეთ რეკლამა გაუკეთეთ, რომ არ აშრობს კანს, მაგრამ ვისაც არ აქვს აღნიშნული კონდიციონერი და სხვა კონდიციონერიც სარგებლობს, შეიძლება რომ გამოვიყენოთ ყურძნის წყალი, შეიძლება ავტომობილში საცობების დროს, როდესაც ძალიან განერვიულებული ვართ, გავიგრილოთ კანი და ასევე ან გვერდზე მდგომ მანქანას მივაგრილოთ. სურნელთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ აქ მაყურებელი ვერ გრძნობს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის პირადად რუჯის დროს როგორი სურნელი აქვს. არაჩვეულებრივი მსუბუქი სურნელი აქვს, რომელიც აი რო არ მოგაბეზრებს და პირიქით რო ქსიამოვნებს, ნაზია და ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ესეთ განსხვავებულ შეფერილობით რომ გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის მზის შემდგომი ლოსიონი და ასევე აუცილებელია მზის შემდგომაც კანის დატენიანება, რომ მოხდა აღდგენა მოხდეს სწრაფად და ეს ლოსიონი არის ამისთვის ძალიან კარგი, შეიცავს ალოეს ექსტრაქტს და ძალიან სწრაფად და მაქსიმალურად ახდენს კანის დატენიანებას. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამწვრობის შემდეგაც ვინც ვერ მოასწრო და 50+ SPF-ის დასმა, მაგ შემთხვევაში ეს ეფექტური იქნება, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა ამ სიტუაციაში. მინდა კითხოთ ვეგანურ ფორმულასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ეს თქვენი, ანუ კოდალის ხაზი არის ქალების, მამაკაცების ვეგანური ფორმულით. რას ნიშნავს ვეგანური? ვეგანური ფორმულა ნიშნავს, რომ მასში არ არის გამოყენებული ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტები, როგორც წეღან აღნიშნე, ქალბატონი მატილდა ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნატურალური იყოს პროდუქცია და ყურძნის ექსტრაქტი არის დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა პატენტის მიღებისა, სხვადასხვა ხაზის, დღეს მხოლოდ რამოდენიმე ხაზის თავად წარმოდგენილი, გამოყენებული არის სხვადასხვა ნაწილი, ასე ვთქვათ, არის რბილობი, წიბწები, ყლორტი, ფოთოლი, სხვადასხვა ნაწილიდან ხდება ყურძნის ექსტრაქტის მიღება, რომელიც სხვადასხვა პატენტის შესაბამისად გვაქვს
გვაქვს რესვერატროლი მაგალითად ხაზი, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო სერიაში გამოიყენება. ყურძნის ნატურალური წყალი არის ეთერში წარმოდგენილი აქვე. ვეგანები ძალიან კარგი სიახლეა, მე მგონი, იმიტომ იმათ ძალიან მკვეთრად იციან ხოლმე და ამბობენ, რომ თუ არ არის ვეგანური ისინი არ იღებენ. დავამატებდი აქვე, რადგან ვეგანურ პროდუქციაზე ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი მატილდა და ზოგადად კოდალი ეწინააღმდეგება ცხოველებზე ტესტირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეკა, მე მაინტერესებს მზის სერიის ნაწილში რომელი ასაკიდან შეიძლება პროდუქციის გამოყენება? არის, ეს არის 3 წლიდან შეიძლება, 3 წლიდან ზემოთ, ხოლო ეს 50 მილიგრამში წარმოდგენილი პატარა შეფუთვები, ეს არის მხოლოდ სახისთვის და ეს რეკომენდირებული, რა თქმა უნდა, 3 წლიდან არ არის, რადგან აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება მზის დამცავთან ერთად. და აუცილებლად მინდა კითხოთ კიდე რა სიახლეები აქვს კოდალს, რას გვპირდება და რას შემოგთავაზებს. ბატონო, კოდალი ყოველწლიურად ცდილობს, რომ სხვადასხვა კოლექცია, ასე ვთქვათ, განაახლოს, ახალი ხაზები გამოუშვას, ანდაც არსებული პროდუქცია შეცვალოს. გვაქვს წელწარმოდგენილი თითქმის სრული პროდუქცია ბიოდეგრადირებადი შეფუთვით არის წარმოდგენილი. აი მზის დამცავთან დაკავშირებით მაგალითად დავამატებდი ეკასთან, რომ შეფუთვა არის ბიოდეგრადირებადი და გარდა ამისა ფორმულა არის იმდენად განახლებული, რომ ზღვის და წყლის მიკოსი, ანუ ფლორას და ფაუნას იცავს. და მათი სლოგანიც ასე არსებობს, მაგალითად, დაიცავით ბუნება, დაიცავით თქვენი კანი, ჩვენ დავიცავთ ბუნებას. და კიდევ ერთ სიახლეზე დავაანონსებ, პიგმენტურ სერიაში გვაქვს თვალის კრემი, რომელიც თვალის ირგვლივ ძალიან სასიამოვნო აპლიკატორით არის წარმოდგენილი, დიახ, ძალიან მარტივი აპლიკატორი არის გამოსაყენებლად. ასევე არის ცხიმიან კანზე ვისაუბრეთ და აკნეს შემდგომი. გულივით არის ეს მოგისმენს. დიახ, აკნეს შემდგომ ლაქებზე ვისაუბრებ და ასევე არის ლოკალურად გამოსაყენებელი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ძალიან თამამი განაცხადი არის, ასე ვთქვათ, ერთი დღის განმავლობაში ანთებით პროცესს მინიმუმამდე დაჰყავს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესეც შეიძლება ახალგაზრდა ასაკიდან რომ გამოვიყენოთ და შეუძლებელი არის, რომ აი ეს ჩვენი ახალი პარფიუმი არ წარმოადგინოთ. ყველასთვის კარგად ცნობილი არის ჯინჯერის პარფიუმი, რომელიც მომხმარებლების, ქართველი მომხმარებლების საყვარელი პროდუქტი გახლავთ და წელს შექმნა კიდევ ახალი, რომელსაც ენჯელი დაარქვა. და მასში გამოყენებული არის ფაჩული, ეს არის ერთ-ერთი ძვირადღირებული კომპონენტი, რომელიც ნიშ პარფიუმში გამოიყენება. შეიძლება რასაკვირველია რომ გავასხათ, იგი არომატით შედარებით უფრო თბილი არის და დახვეწილი ქალბატონების არის კარგი. ოხ, რა კარგია, ისეთი ჰაეროვანი, სუბუქი და ისეთი ზაფხულს რომ მოუხდება. და ესეც კოდალის საფირმო ყურძნის მტევნით რო. რასაკვირველი, არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. მე მაინტერესებს თმის მოვლის საშუალებები თუ აქვს კოდალს, აი შამპუნი ვთქვათ, ნიღბები შამპუნი გვაქვს, ერთი სახეობის შამპუნი არსებობს და თმის სერიიდან ასევე გამოყოფთით, რომ ზაფხულში როდესაც ყველაზე მეტად ზიანდება თმა, თმის სპრეი, რომელზეც უკვე ეკა მისაუბრა. კი ბატონო, ცალკე ნიღაბი სამწუხაროდ არ არის, თუმცა გვაქვს ზეთები, ეს არის ღვთაებრივი ზეთი, რომელიც განახლებული სერიით, ასე ვთქვათ, ადაპტირებული ვერსიით შემოგთავაზებთ შემდგომ თვეში და ასევე არის კიდევ ჯინჯერის ხაში არის სერია, რომელიც გამოიყენება თმის დაზიანებული ბოლოების სამკურნალოდ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და სად შეგვიძლია მე მგონი თქვენ და დაანონსოთ კიდევ ერთხელ რომ სად შეიძლება რომ შევიძინოთ. ექსკლუზიურად შეიძლება კოდალის პროდუქციის შეძენა PSP აპტეკებში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით და ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობებით კეთილის სურვილებით. გასურნელიანებულები. ხო, გაგრილებულები და რაღაცა გრილის სურნელები. გაფრეშებულები. სამშაბათამდე